დღესაც მეტროს უნდა წავიდეთ, for sure. და უნდა წავიდეთ ისეთ ადგილების სანახავად, რომელსაც თანხის გადახდა არ ჭირდება. აშკარად ისტორიები დამიგროვდა ერთ დღეში. ანუ დღეს დღევანდელი დილაც კი რაღაცა ისტორიით სოფსე იყო. მეტროდან ამოვედით. და ეხლა მივდივართ ერთ-ერთ მონასტერში. და მონასტერი რომელსაც წავალთ არ ვიცით, მაგრამ წავალთ სადმე. ანუ კი ვთქვი, ისტორიული ადგილები უნდა ვნახოთ ხო, მაგრამ რამდენის ნახვის საშუალება გვექნება არ ვიცი. იმიტომ რომ ძალიან შორს არის ერთმანეთისაგან რა ეს ადგილები. ძალიან შორს არა, მაგრამ მაინც გჭირდება რაღაცა გადაადგილებით, თორე ძალიან დიდი დრომი აქვს და ზოგიერთი შესვლა, უმეტესში შესვლა არის ფასიანი და ეგ ფასი ძალიან მაღალია, განსაკუთრებით სტუდენტებისთვის, ამიტომ ჩავაგდენ აგავით, don't worry. Anyways, ანუ სტუდენტებისათვის ის ფასი რაც აქვს ხოლმე ამ მონასტერს ძალიან მაღალია, ამიტომ ნახოთ სად მივალთ. ველოსიპედებით გამოვიარეთ რაღაცა გზა მაინც, რომ ძალიან არ დავიწყოთ ისეც ხელა. და ესეთ ქუჩაზე გამოვართ. მოვედით ჩვენს პირველ ადგილას. საბოლოო ჯამში შემოსვლა მაინც ფასიანი იყო, მაგრამ არის ძალიან დაბალი ფასი. ანუ 13 იუენი იყო შემოსვლა მარტო, ანუ 13 იუენი არის სადღაც 6 ლარი და 50 თეთრი. რაღაც ეგრე. შეიძლება 7-იც. 6 ლარი და რაღაცა. მე მგონია რომ ნორმალურია. დეტალურად გაჩვენებთ, ახლა რეები არის აქ. ზოგადად ჩინეთი არ ითვლება რელიგიურ ქვეყანად. არ აქვთ რაიმე კონკრეტული რელიგია, თუმცა ძველი დროიდან მოყოლებული იზიარებენ ბუდისტურ იდეებს ცხოვრებასთან დაკავშირებით ზოგადად.
ზედა ნაწილში ფოტოს ადგილები არის აშკარად. ፈተና ከተፈተነበት ደወሉልኝ ማለት ነው። ከዛ ደጋግሞ ሲደውሉ አነሳውላቸው። ማድረግ ነበረብኝ ሰርተፊኬት የሪዛልት እና ፕሪንት እንዳታረጊው ተሳስተናል። ያ ትክክለኛ ያገኘሽው 271 ነው አሉ 255 አይደለም። እንደዚህ ከሆነ ደግሞ ეს იყო პირველი ადგილი, რაც ვნახეთ და რაც დავათვალიერებინეთ. ეხლა გადავიდეთ ამ ადგილზე. ზოგადად ძალიან სხვადასხვა ფორმებში ვხედავ ადამიანებს, მაგრამ აშკარაა, რომ აქ უფრო მეტად მოდიან ფოტოების გადასაღებად, რაღაც რელიგიური მენის და გამო ალბათ ბევრი ადამიანი არა. უფრო მეტად ფოტოების გამო, იმიტომ რომ ჩინელებს ძალიან უყვართ ფოტოები. სხვათა შორის ძალიან მშვიდი ადგილია. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესად ფოტოებს იღებენ სულ და რა ვიცი, პოზირებენ, მოდი ასე ვთქვათ. ამისთან მიუხედავად, ხმაური მაინც არ არის. ძალიან მშვიდად იქცევიან, ძალიან ყნა არ აქვს. რაღაცა ძალიან ისინი არ აქვთ, რა ქვია, წივილ-კევილი ატეხილი, როგორც სხვა ადგილებზე შეიძლება გქონდეთ მაგალითად.
გარშემო არის სულ აი ამ სურნელოვანი სანთლების, უბრალოდ ამათი სანთლების სუნი. სხვათა შორის აქვს ძალიან სასიამოვნო სუნი. შიგნით ლოცულობენ ახლა. ეხლა შემომჩნია აქედან როგორი აგებულება ქონია მთელ მონასტერს და ძალიან ლამაზია. გამოვედით მონასტერიდან, ეხლა უნდა წავიდეთ ისევ მეტროსკენ და მეტროთი უნდა წავიდეთ თანხვალინზე, რომელიც არის სასეირნო სკვერი ადგილი და უბრალოდ ფოტოების გადასაღებად არის ძალიან კარგი ადგილი რა. ამიტომ მაგის ანახავად მივდივართ. რადგანაც დღეს დამეზარა ფოტოებისათვის ლამაზად ჩაცმა, ამიტომ ჩვენი სასტუმროს მდგომარეობიდან გამომდინარე უბრალოდ გადავწყვიტე, რომ როგორც მატარებელში ჩავჯდები და უკან წავალ ზუსტად ისე ჩამეცვა. Yep. გარეთ იმდენად ცხელა, რომ ტაქსით მივდივართ. სხვა გზა არ გვაქვს ძალიან ცხელა გარეთ. იმიტომ რომ ეხლა არის შუა დღის საათები. საღამოსკენ დიდი ალბათობით აკრიტება ცოტა. მაგრამ ცხელა ეხლა რომ ველოსიპედებით ვაპირებდი, ანუ შევთავაზე რომ ველოსიპედებით წავიდე, მაგრამ იყოს ტაქსის მე გადავიხდიო და ხა ტაქსით ჩავდივართ. გრილა მაინც ათლის. 300米处有压线和违法拍照，前方红绿灯直行。 მეტროდან არის გასასვლელი, ამიტომ მეტრო უნდა გავიაროთ და მეტროდან I'm screaming in this video. Well, nobody sees that anyways. შემოვედით უბრალოდ გადაღება დამავწესდა რომ შემოვედით. 야야, 뭐 뭐야? A분은 뭐야, 봐봐. იმ ხალმა კურდღლებზე 199 იუენიაო რა. ნუ 1 იუენი დააკლო 200. ანუ the hell?
ჩემი ოთახის მეზობელი დავწოვე ცხოველების კაფეში, ანუ ძაღლები, კატა, დიდი ლამა ყავდა კიდევ, მაგრამ მე არ შევყევი. ეს კონკრეტული ადგილი უფრო არის მოწყობილი რაღაცების გასაყიდად, კაფეებისთვის, არის ხელნაკეთი ნივთები, ტანსაცმელი, სუვენირები და ასე შემდეგ. და კიდევ ძალიან ბევრი ცხოველია, მაგალითად კატა. აშკარად ადამიანებს ვერ იტანდა ის კატა. ძალიან საყვარელი ანიმე შოპი იყო. მაგე მგონია ეს არის. Well. Yep. The green one. On the one რომელიც იყო და ვიყიდე ეს. აკია. გავაგზავნოთ იარული. ესეთ ადგილებზე შეგიძლიათ კაბები ჩაიცვათ, მერე კიდევ გადაიხადოთ ფოტოებისთვის და პატარა ფოტოსესია მოიწყოთ რა. მაკიაჟს იკეთებენ, კაბას ქირავს. მოკლედ. Not bad. აქ ხალხი ძალიან გამობრანჭული მოდის რაღაცა ლამაზი ფოტოებისთვის და მე ზაბნეული. არ ვარ ტურისტი. 1 წელი აქ ვცხოვრობ. სასიამოვნო ყავის სუნი არის. ისე ძალიან ცხელა რომ ჩემი მეგობარი მიშვე უნდა ვიყიდო. სხვა გზა არ მაქვს. თავს ვიკავებ რომ ეხლა ეს რაღაცა არ ვიყიდო. რა საყვარელია ნახე. რენდომად ამოდის ფორმები. ეს გიტარიანი რა საყვარელია. უბრალოდ უკულელე უკავია. ეხლა ვფიქრობ ამ ირმებს მოვაჯდე და წავიდე უკან. მე სხვადასხვა ძალიან მიყვარს ფოსტკარდების შეგროვება რა და სამწუხაროდ ისე აღმოჩნდა რომ ფოსტკარდების ყიდვა დამავიწყდა წინა მოგზაურობისას ჩუნცინშიც და გვანჯოუშიც.
ამიტომ ეხლა ვიყიდე 2 postcard-ი, ერთად იყო 10 იუენი. რომელიც ძალიან კაი ფასია ფოტოშოპში. და ეხლა მინდა რომ არ ვიცი როგორ შეიძლება რომ ჩონცინზეც და გვანჯოუზეც ავიღოთ თვითონ postcard-ი. თან ყველაზე მეტად მინდოდა რომ იქ მეყიდა, იმიტომ რომ სამახსოვროდ მექნებოდა იქიდან. მზე გადადის და ეხლა უნდა წავიდეთ. კიდე სხვა წლის სანახავად დიდი ალბათობით. ყოველ შემთხვევაში თვითონ თუ დაბრუნდება ოთახში, ჩემი ოთახის მეზობელი, მე წავალ სხვა ადგილების სანახავად. ადგილების არა, ადგილის. ფოტოები ვერ გადავიღეთ. ესეთ რაღაცას ადამიანი მარტო ჩინეთში თუ ნახავ. 没事，那里有卡。好看我，好，可以了，可以了。帅哥美女们，走过路过不要错过，上方就是我们 ესეთი რაღაცის გაკეთება ძაღლებისთვის შეიძლება? 29.9，30多。 გავდივართ ახლა ამ ადგილიდან და რაიმე სხვა ადგილი უნდა მოვძებნოთ კიდე. ეს ნახვასაც მოვასწრებთ. ეს ესეთ ადგილებზე სურვილებს წერენ ხოლმე. თუ გაინტერესებთ რას ნიშნავს იყო უცხოელი ჩინეთში. Well. ეს სამ ბიურჯერ გადაგვიღეს. თან ის ვარც გეკითხებიან, გეუბნებიან, გოგონა გაიგიმე. იმიტომ აი დარწმუნებული ვარ 100%-ით, რომ ყველა ფოტოში მაქვს რაღაცა შეწუხებული სახე, იმიტომ რომ სიცხის გამო ესეთი ვარ. I'm interested to go and see it. Maybe the boat is UNH, so I'm like right at your own risk and I get. მეტროდან კი შემოვედით, მაგრამ გასასვლელი აქვს ძალიან ლამაზი აქ ევროპაში. ახლა ადგილზე მოვედით. ეს არის ძალიან ცნობილი სანაპირო. ჩემი აზრით ეს ადგილი იქნება ულამაზესი, როდესაც დაღამდება. მაგრამ ეხლაც გაჩვენებთ ხეთს. მართლა ძალიან ლამაზია.
სანაპირო ძალიან ლამაზია. უბრალოდ წყალი ისეთი სუფთა არ არის, რომ ადამიანებმა იცურავონ შიგნი, მაგრამ მაინც ურავენ. I will forever be your ძალიან მინდა დაველოდო როდი საინთება შენობები. იმიტომ რომ ანთებული შენობები იქნება ყველაზე ლამაზი სანახავი. იაპ. და მეც მინდა ველოსიპედით კატაობა. ჩემი ოთახის მეზობელი სადღაც ჩამოვტოვე და ნელ-ნელა სანაპიროზეც შუქებს ანთებენ ახლა. და ერთი სული მაქვს უბრალოდ დავინახო როგორ გამოიყურება, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან ლამაზია და ძალიან ლამაზად გამოჩნდება აქედან. სანამ სრულიად განათდება აქაურობა, მანამდე დავდგები და ველოსიპედით გავიკატავებ ცოტა ხანს. ეხლა გავჩერდი რომ მეჩვენებინა როგორ გამოიყურება სანაპირო. სანამ კატავობდი კიდე დაემატა განათებები. დავაბრუნე ველოსიპედი. ეხლა ერთი რაღაცა მიშლის ნერვებს. აი ეს ჩამქრალი შენობა. ანუ რატო არ ანთებენ? დაღამდა, დაბნელდა, ყველაფერი აინთო და ეს მაინც ჩაბნელებულია. კაი ისინი არ ირთულება. და ის წითელი კოშკი ძალიან ლამაზია. ეხლა გამოვედით სანაპიროდან, უნდა მოვძებნოთ რაიმე ადგილი, სადაც შევჭამთ რამეს, იმიტომ რომ მთელი დღე არაფერი მიჭამია, ისე დავდივართ, იმიტომ რომ საჩვენო ვაფერი ვერ ვნახეთ. და მერე წავალთ ოთახში, იმიტომ რომ დილას გვაქვს უკვე მოკლედ იმაზე გავშვები, რომ მთელი დღე არაფერი არ გვიჭამია. უნდა ვჭამოთ, წავიდეთ ოთახში, იმიტომ რომ 7-ზე უკვე უნდა ვიყოთ ავტობუსების გაჩერებას. ავტობუსი? What the fuck? Imis მატარებლის გაჩერებასთან. Oh my god. ველოსიპედები არის ის, რაც ამოძრავებს შინეთს. ამიტომ აუცილებლად უნდა ჩამოტვირთოთ ალიფეი, როდესაც ჩამოდიხართ. ეს თამდენს ეძებს. მე საჭმელს. ან ერთი გჭირდება, ან მეორე. ან ორივე ერთად. ყველა ადგილზე სადაც მივედით, ვცდილობდით მოგვეწევნა ისეთი ადგილი, სადაც ჩვენო საჭმელს შევჭამდით რა. ასეთ ეგეთი ადგილი არის და მაგდა დავხსით შეერები მთელი დღე. ეხლა მოვძებნოთ კურსი. და აი, ბედნიერესი ვარ, რომ შევჭამ. ორი კერძი ავიღე ერთის ნახვა.
Yeah, this one. ცოტა სასტუმრომდე მივალ. ცოტა გადარჩა. Დინა. მე მაქვს საათშინელ ფეში. გამოშრა მთლიანად. ხვალ დილეში საათზე მაინც მატარებლებთან ხოლმე მივიდეთ გაჩერებაზე. 3 საათ ნახევარი სადღაც ესე გვაქვს მგზავრობის დრო. და მაგის შემდეგ ჩავდივართ ჩვენ ქალაქში და მივდივართ დორმში. ერთ-ერთი რაზეც ვერულობ არის ის, რომ არაფერი არ დამრჩეს მნიშვნელოვანი. მოკლედ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რაც ვიდეოებში ნახეთ, მოგეწონათ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სხვაგან მოგზაურობასაც შევძლებ. სხვა ადგილებიდანაც გადავიღებ ვიდეოებს. თუ სამ ადგილას ვერ წავალ, რომელიც დაგეგმილი მაქვს პეკინში უეჭველი შემიძლია წასვლა. ამიტომ პეკინიდანაც მოვთავაზებ ვიდეოებს.